გამარჯობა მეგობრებო. გამარჯობა ანა. როგორ ხარ? კარგი ჩენ? მეც ძალიან კარგად ვარ. Why is it? არა ნერვიზია. ისე დღეს უფრო ისეთ მოხდა ხარ ვიდრე ხარ ხოლმე. I'm not gonna lie. მიხვდეთ იმის რომ ყავარატამილებია. Wow, რატო იწამებ თავს ესე ძალიან? ყავა ძალიან მეხმარება ეპიზოდამდე ვსვამ სუსტად ყავასთან კოკაკოლას რამე შაქრიანს როცა გამომაფხიზლო და ანას level-ზე ავიდე of excitement and energy ისეც და ვიჭერს მაგრამ მაინც ვერ ამოდიხარ ისე მაინც ვერ გეტყვი ძალიან დიდი გასხვავება ჩვენ შორის ძალიან საინტერესო კვირა მქონდა მინდა ვთქვა Really? What did you do? ვიყავ კინოში wow Marty Supreme-ზე და ძალიან მომეწონა რა არის ეს? მარტი დიდებული, მგონი ქართულად ეგრე არის. თიმოთი შალამე თამაშობს პინგ-პონგის. ანუ low key რა obsession გაქვს თიმოთი შალამეზე ამჩნა. Since when? დუნის გამო ვენებს იჭრე. დუნი ბოლო ჯერ ვამბობ, ხალხო თიმოთი შალამე is not the fucking reason რატომ მიყვარს It might be, იმიტომ რომ another one დაგვემატა, რომელსაც გიჟდები apparently. ჩემი საყვარელი ხილი Peach. Who said that? არასდროს არ მინახავს რომ ჭამდე არა, it's a joke. Okay. The joke რატო იყო ბუთო მიხდა? No. Call me by your name არ გქნა ნახე? არა. I know. Heated rivalry საერთოდ ეგრევე და call me by your name. ანუ იმენა რატო არ ჩავრთე არ მახსოვს ძალიან ერთი პერიოდი 2000 ძალიან ჰაიპი იყო. რომელი ყარ მახსოვს ხა? და მეთქი no I'm not gonna do that და მე დამავიწყდა ყურება. Yeah. გონი ახლა მდადგა შენჯარი. და მანდ არის ეგ ჯოკი? არა, call me by your name შარი ეგ ჯოკი და მარტი Supreme-ს რაც შეეხება ხალხო, wow, ჯერც ერთი ძალიან მოგეწონება, იმიტომ რომ ყველაფერი უმეტესწილად ფილმი მიმდინარეობს ნიუ-იორკში და არის ძალიან მაგრად ასახული აი იმ დროინდელი 70-იანი რაღაც. მეთქი თანამედროვე. არა 70-იანების არ ვიგონებ. რომელიანები არ ვიცი 50-იანი ალბათ 60-იანების ნიუ-იორკი. Gwyneth Paltrow თამაშობს. ჩათვალე თავის თავს. ხადავ, ბულერი დედა? არა, ბულერი დედა არის, she's an actress. რომელიც არის like 50 წლის თუ რაღაც. კაროჩე რაღაც ანუ older actress, რომელიც უკვე აღარ თამაშობს როლებში. Da she's like okay spoiler alert she's fucking Timothy Chalamet's character რომელიც არის 23-ის like in the movie ანუ იმენა სცენა არის კი okay ну ახლა ისეთი graphic არა და რიც კარლტონში რჩებიან და მე ქიმია აქვს არა okay ну ძალიან სხვადასხვა ძალიან გონი თითქმის 3 საათიანი ფილმი არის ან უბრალოდ ძალიან გაწელილი იყო და მე ეგრე მეშარებოდა მაგრამ ანუ აი როგორი თემა არის იცი რა ეჯობდა თუ housemaid აი ეს ჯობდა თალსახად ეს ჯობდა ვაუ აი თვითონ ესთეტიკაც ძალიან კარგი არის მაგრამ ხალხო მე მაინტერესებდა და შევამოწმე ვიკიპედიაზე და შეიძლება ბოლო მონაცემები ალბათ არ არის მაგრამ housemaid მარა ფულით გამოიმუშავა ეგრე ჯერ არ გამოუმუშავებია ეს რა ქვია Marty Supremes და კიდე არც ხარ მე წავალ და უყურებ One battle after another ურათო არა ჯერ არა კიდე არ გიყურები Drop it already ანუ ყოველ დღე შეიძლება მაგაზე ხო ამოფრო ისე და ისე ფენომენალური ფილმი არის ანუ housemaid-მა უფრო მეტი გამოიმუშავა ფული აი ივერე ჩემამდე I'm telling you ძალიან კარგი იყო მე თანხმება ძალიან ბევრი I'm sure არა ვინ არ დაკეთახმა წინაზე მინე ძალიან ბევრი დამეთანხმა არ ვიცი ანუ ხალხო ძალიან დიდი მადლობა რეკომენდაციისთვის წავალთ და უყურებთ ყველა პონჩი ყველანი ყველა შემცადით რომ ჩემი თმა არის უფრო დასწორებული ვიდრე არის ხოლმე ეს იმიტომ რომ გავიკეთე თმის ბოტოქსი მე თმის ბოტოქსი არის ჯერ ერთი ვწერა ამ გოგჩოს რუსულად mind you იმიტომ რომ არის უკრაინელი გოგო რომელიც აქ მუშაობს და არ იცის არც ერთ სხვა ენა და მე და ჩემი translate უკრაინული არ იცი მე კი ვიცი. How fucking dare you? Дякуем. მე ვიცი, მაგრამ იმან არ იცოდა, ხომ მარტო როსონი. ხარა? Смачно ვიცი კიდე. გემრიელს ნიშნავს მგონი. Oh, look at you. ანუ მე 6 ენა დავამატე. მე 6 ენა პარტოლიაში. მე 7-ს ვიტყვეთ დაჟე. ხოდა წერ, ну цаათ ესლა გონია რომ ექსპერტი ვარ როსოლის მივედი. და ანუ დაიწყე ჩემი წამება ხალ, ხო? და ანუ დაფუძნებული ხომ აქ რა ყველაფერი მესმის უბრალოდ კარგად რომ ლაპარაკობდე ეთყობა იმდენად ცუდად ლაპარაკობდი რომ ამ გოგოს ეგონა რომ არც მესმოდა რა და ანუ გაიგე ყველაფერს მეკითხებოდა რაღაცას რომ მოვდა რომ ეს გაიგე რა ვთქვი და მეთქი კაიწია საყვარელო მე ყველაფერი Я понимаю შენ არ გესმის რომ მე ყველაფერი მესმის და ბოლოს დავაფუძნეთ 4 საათის მერე რა თქმა უნდა რა იქნებოდა იცით გესმის აჰა ალბათ მარტო ამას ეუბნება აჰა არა, я всё понимаю, ეგეც უხარ.
როგორ ჩენარი ნერვილა ხო და ძალიან საყვარელი გოგო იყო. კაროჩე ეს გოგო არის გლდანში და გადავიხადე ძალიან იაფი. მაგრამ ეს გლდანიდან არ მომივიდა ამის რეკომენდაცია ჩვენი თანამშრომელი რომელიც ვაფის სხვაგან ცხოვრობს დადიოდა გლდანში სპეციალურად მაგისტრის. ვაუ, ესე იგი ღირდა. ხო, ღირდა და არის ძალიან იაფი ხალხო. აი ვინც ბოტოქსის ფაში ერყვა, მინდა რომ ხალხმაც იცოდეს და კერატინსაც აკეთებს, პრესტა მე რომ ამას მივწერე, ვუთხარი ძალიან დავარდნილი არ მინდა თქვა თმა რა, იმიტომ რომ არ მიხდება. შენ თვითონაც მეუბნები რომ ძალიან დავარდნილი არ მიხდება და მაგიტომ შეურია კერატინი და ბოტოქსი რა. და კოქტეილი არის. რაღაც კოქტეილი არის და ანუ აი ხალხო ესე გამიშრა თმები და ჩემი თმა ბათუმის ლოგიდან ვისაც გახსოვთ რანაირად შრება ანუ გამოშტერებული ვიყავი გუში რომ დავიბანე მართლა არ მჭერო და სარკეში უყურებდი ჩემ თავს მაგას ვეუბნებოდი ანას რომ შენ ადგილს ალბათ ცრემლები წამომივიდა და რომ ასე მარტივად ივარცხნე swear to god და გადავიხადე 110 ლარი Can you believe that? ანუ სალონებში ხარ 300 ხო, მეც ეგრე კერატინსაც აქვს იგივე ფასი. ამიტომ მომწერეთ ყველამ და წადით ამ გოგოსთან უსაყვარლესია. რატო ესე იაფი არ ვიცი. ანია. ანუ მე ჩაურიცხე 120 მეთქი 110 ხომ მითხრა მეთქი 150 ჩაურიცხე ზუსტად იმიტომ მე რას გეტყოდი დაამრგვალე და მეთქი დაამრგვალო ძალიან ზემოთ მაგრამ მე გამახსენდა რომ I'm not reaching up for that და თან იმაზეც ვიფიქრე რომ კაი მე ჩაურიცხავ მაგრამ მე ყველას რომ მოუმატოს და ანუ ხო ხდები ხუებს უკეთებ ცუდს მაგეთ ვისაც არ აქვს 100 ლარზე მეტი ნახოთ ხო ხო მაგრამ მაინჯი ხალხო მე მოკლედ მომაქვს თქვენ თუ 12 მეტი გითხრათ ამიტომ შენ გაკ მოკლედ მა Yeah, it's short. It's not a long hair. მაგრამ ანუ თლიანობაში ძალიან იაფი იქნება. ამიტომ top ძალიან კაი ყველაფერი საუკეთესო წავედით ყველა. ნახოთ. მაგრამ ანუ ხო გჯერა პრესტა. უბრალოდ ერთი მინუსია. ჩემი თმა ზოგადად ცხიმიანი არც კანი მაქვს, არც თმა ყველაფერი მაქვს ზედმეტად მშრალი და ანუ რაღაც მესამე დღე არის თმაზე ხელს ვიკიდებ და არის ცოტა ისეთი გაზეპილი რა. გაზეპილი არ არის ალბათ. ეხლა არა, ეხლა გუშინ დავიბანე. ეს გუშინ დავიბანე დეკენერა და ჩემი თანამშრომელი ბიჭი მეუნება რომ ანუ თვებიო რაღაცა ისე გაქო. ძალიან. ანუ ვაუ. ანუ ცუდად იგოლის ხო ხდები, იმიტომ რომ ჩემ გაპუწულ თმებს ხომ მიჩვეული არის ყველა და volume რო კონდეს ქვემოთ ნუ ზემოთ არა მაგრამ და დავარდნილი რომ იყო რაღაც ხვანაირად გაქნა მეთქი აი მან დაასტოპე ბიჭის გარო თმაზე ანუ ერთი ნაბიჯი არის მგონი რომ ბზინვარებასა და ლაპლაპებას შორის ანუ იმენა ლაპლაპებდა ჩაონა მეთქი ეს არის ბოტოქსი და მაგით ლაპლაპებს მაგრამ მე მაინც ეგრე მგონია რომ ზედმეტად ბევრი ბზინვარება თუ ხარი ან დაუბან მეც მაგიტო ხო იცი აი ფიქსატორები რო არიან თმის პომადას რო ეძახენ რაღაცა რო აი პუწი თუ რა დაი არ ვიყენებ იმიტომ რომ როცა თმა ლაპლაპებს მგონია რომ დაუბანელი არის ლაპლაპებს ეგ ბაზარი არა ეგეთ არის მაგრამ ანუ რაღაცა sacrifice-ը უნდა წახვიდე მაგრამ ახლა ვაფშე არ გაქეგრა ხო ახლა იმიტომ რომ გუშინ დავიბანე და let's see how it's gonna look tomorrow კამერას ვაფშე არ შანსაგრა აქ უფრო ლაპლაპებს კი პრესტა იცი რა ქნა თმა გადამაჭრა ბოლოს აი კაცის საპარსები რო არის ხო იცი წვერი აი ესე სწორად გამიჭრა რა მაშინ როცა მქონდა layers and stuff და მეთქი girl ანუ ამის შეჭრაში ცალკე ფული მაგადახდილი რო ეგრე მქონდა და ამე გადამატა რა ალბათ კერატინი დასწორება მაგაზე უფრო კარგად ჩანს რა როცა ისეთი სწორი არის ვიზუალურად ანუ თავისი საქმე გაიგეთა ძალიან კარგად და მეთქი მაგრამ okay whatever სხვა რაზე ვიყავი სპექტაკლზე ამ კვირაში გავიგე იმიტომ რომ ვარ ძალიან კულტურული ადამიანი ვინც არის მარჯანიშვილის თეატრში okay და ანუ ერთ დღეს მომიარა რომ მეთქი ანუ რატო არაფერს არ ვაკეთებ რატო არ დავდივარ სპექტაკლებზე რაღაცა შევედი ბილეთები ჯიზე მე მგონი მანდავს და ჩამოუყევი შენ ხო ჩაოლებრივი ისტერია არის ქალაქში კარგ სპექტაკლებზე რა და სადაც ადგილები იყო მაგის მიხედვით რაღაც ერთი ავარშია კაბარე არ შემიხედავს ვაფშე რა იყო ხო და წავედი ახლა 45 წუთიანი სპექტაკლი იყო ოღონდ დადგმა რა ანუ ცეკვა მიუზიკლი ვით არც სიმღერა არ ვიცი რა ქვია მიმდინარეობა აი პრესტა ცეკვავდნენ მუსიკა იყო და ანუ თავიანთ გრძნობებს გამოხატავდნენ ცეკვით ვაუ და ანუ კაბარე რქვა კაბარე ვიცი მიუზიკლი ანუ ისე კაბარე რქვა კარმენი I'm so sorry. Carmeni baleti ვიცი. Carmeni exactly და იგივე თემა იყო რა storyline-იც იქ არის რომ იმას ვიღაც უყარს მე იმას რაღაც სულად რომ თავდება. ეგრე რატო ამბობ? შენი plot-ი არის babe. ხო მაგრამ ანუ სიტყვები და დაგაკლა, კონტექსტი დაგაკლა. კონტექსტი დამაგლა. რო დაიწყო ხალხი ალბათ მოველოდა რომ სიტყვების სიმღერა რაღაც იქნება და ყველა გიჟივით გუგლში იყო შესული. ერთამ მე included. ბუკეტებს არ იძლევი ან? არა.
ხო და მე ხო რა თქმა უნდა არ დამირესერჩებია მე ვინც წავიყვანე არც მეგის არც მარის არაფერი არ ქონდათ დარესერჩ და ვუყურებთ პროსტა კიდევ კაი 45 წუთში დამთავრდა თორესენი თმებით მათრავდნენ ამაზე რატო წამოგვიყვანეო მაგრამ 45 წუთისთვის it was fun okay ჩემს კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ რომ გააკნახი მე უკვე სხვანაირად აღიწყო მე იგივეს ვამბობ დაშე ოპერას იმიტომ რომ ოპერა მე მგონია რომ აი იტალიური რომც ვიცოდე ოპერას მაინც ვერ გავიგებ უმეტესად ხო იტალიურად ან გერმანულად არ ოპერები ხა იტალიურად მგონი გერმანულადაც არის გერმანულადაც არის კი მგონია რომ აი კაცი ამიტომ წინასწარ უნდა წავიკითხო რაზე არის ეს უეჭველი რაღაც research გჭირდება. მე მგონი სპექტაკლებსაც იმიტომ რომ ყველაფერს რაღაც story აქვს რა, აი რაც იდგმება, როგორც წესი რაღაცას უკავშირდება და ადრე მე მგონი არიგებდნენ ხო ბუკლეტებს, ახლა იმენ არ არის. და ვასვაბაშიძის თეატრში სადაც ვიხდი 70 ლარს ბილეთში, ელემენტარული ბუკლეტს უნდა მაწვავდნენ. არა, მარჯანიშვილში არა, მარჯანიშვილში ვიყავი ხო, მაგრამ მან დიაფია სახელმწიფო თეატრებში ბევრად უფრო იაფია რა, მაგრამ ვასვაბაშიძეში მე 70 ლარის გადამიხდი ასრულიად უკვე. მაგრამ კაი იყო რაღაცნაირად ყვებაო შინაგან მეს და მე ძალიან მიყვარს მაგრამ მე მიყვარს შესაძაც აი გამოვდივარ მე და ჩემი ორი მეგობარია ეს გენგ გვაქვს პატარა რომელიც სულ დავდივართ თეატრებში რა და ყოველთვის ისეთ გვიმართლებს ალბათ და სულ კარგ სპექტაკლებსა მივდივართ რომლის მერე სულ გვაქვს დებატების თემა რომ ან ვიღაც რაღაც არ მოეწონა ან ვიღაცა უფრო ამის ხარეს არის ან რაღაც და მე ყოველთვის გავდივართ რესტორანში და მან განვიხილო და ეგ არის ისეთი სასიამოვნო შეგრძნება არის რა წარმოდგენა არ გაქვს და რაღაცა გონება დუნდება ამას რო არ ეკეთებ რაღაც ბაზარია რა ძალიან საჭიროა რაღაცები უნდა დავფუშოთ ჩვენ თავი კიდე რა შეიძლება რა ვაკეთოთ ამავდროულად მაშინ დავამატებ რადგან ანას კონდა ეგეთი ერუდირებული საღამო რაღაც ესე she was like serving I don't know Cons? No you were not you were serving coquette different C word მე ამავდროულად იმავე ტერიტორიაზე ვარ მეგობრებო აღოდ ამ დროს ხდება ტესის დახურვა იგივე დღეს არ არის ყველაფერი ოღონდ შენ რომ მორჩი ალბათ თეატრს მე ჯერ გამასული არ ვიყავი სახლიდან და მეგობრებო ალბათ ხო ჯერ ერთი შეიძლება ზოგმა არის ეს ტესი იყო უკვე კლუბი თბილისში თბილისში რა იცოდა მტკვართან დოდოაბაშის ქუჩას არ ვიცი არ მგონია დოდოაბაშის ქუჩა ვინმე მიწოდეს unless you go there და ადრე იყო კლუბი დრამა რუსთაველზე მტკვარი რომ თბილისში ჩადის ეგეც დავახვდნათ მაგრამ მტკვართან არის ადრე იყო ცოტა უფრო მოპატარავო bar/club დრამა რომელიც იყო რუსთაველზე იცი სად მოზაიკა რო არის რაღაც მაგის ზემოთ ზუსტად და მე როდესაც დაიხურა რაღაც მიზეზების გამო ეგ სივრცე გადავიდნენ აქ ანუ იგივე სასტავი და სახელი გადაარქვეს ხო და ნუ მოკლედ როგორც გაირკვა allegedly ეგ მიწა ეგ ტერიტორია გაიყიდა და allegedly გავიგე რომ შენდება კორპუსი რაც არავინს არ გშოკავს ეგ ფაქტი მაგრამ მე უბრალოდ იმაზე მწყდება გული ერთი რომ ჩემი ახალგაზრდობა განსაკუთრებით კოვიდის მერე მან გატარებული ძალიან ბევრი მეგობარი გავიცანი ძალიან კარგია ბევრი ჩემი მეგობარი მუშაობდა მან და ასევე and I love them so much yeah მაგიტყო რომ ფასად შევდიოდი good for you baby და რა ვიცი უფასე ჩახვედი ახლაც კი მაგრამ ახლა დავიწყოთ ეს პოზიტიური ხო დავამთავრე მეგობრებო ახლა ცოტა ნეგატიურზე გადავიდეთ იყო εν რაოდენობით ადამიანი წარმოდგენა არ გაქრამხელერიგები იყო და მნიშვნელობა აქვს სიაში იყავი celebrity იყავი თუ არა არ ქონდა მნიშვნელობა არა სიაში არ შეკიშვათ არა სიაში რო იყავი ალბათ იგივე ზომის რიგი იყო რაც ჩოლოდ ბილეთი და ყველა უმეტესობა სიაში იყო და მოკლედ ისეთი ჭყლეტვა იყო და ისეთი რაღაც მაგრამ you know what for the last time ეგ ქაოსური გარემოც კიდე ასწავლებს რა okay ანუ არ წეწყინებ შენ რიგებზე which is ვიდექით ალბათ so off brand 20 წუთი რიგში ვიდექ სანამ ჯერ ლეფტში ვიყავით და მან იმას ქვენი და მე ალბათ იმის გათვალისწინებით რომ ალბათ გაივლის და უკვე არ იქნება ეგეთი დიდი რიგი და ალბათ ეგ რიგი ისევ გადიდიდა ესში ამიტომ ხო და რა ხდებოდა კაი იყო რამე განსხვავებული იყო არა უბრალოდ იყო აი ხო ხდება რამე ვინმე უფრო თესლი DJ იყო რაღაც იყო და არიგეს რამე შეიძლება დაარიგეს მე you missed it სამზე მივედი თუ you missed it
და რიგში რო ვიდაქით, აი უნდა შევიდეთ თუ არ შუქი ჩაქრა ყველგან აბსოლუტურად. აი ყველგან, ეგეც ძალიან საკაიფო იყოს იმართლა რა გითხრა. მაგრამ მე რო ხედავ, ანუ მოპირდაპირე მხარეს უყურებ Biltmore-ს და Biltmore-თან ქვემოთ ჩანდა ასე კვამლი ამოდია და მეთქი ვინმე ვიყავ და ბომბა მეთქი. King David. არა, King David ცოტა აქეთ არის. Okay. Yeah, ამიტომ ცოტა შემაშინდა. და მე იყო ეს But you survived, baby. და რაც was so cool. მე მგონი გეჩვენებოდა რაღაც. მე მგონი გავლანდა. მე მგონი არიყავი საღწო. What the fuck? ანუ ბოლი ამოდიოდა ფრინოლ. კიდე რა დაინახე გითხრა. მესამე ხელი გამომეზარდა. It was so much fun. It was so much fucking fun. That is very cool. და დაგვაკლდით ანუ არავის არ უთქვამს ანაკ თხო წამოდია, so იმიტომ რომ მე მეგონა რომ ყველა ისაც მოდიოდი და ვითხარი რომ ნახავ მეთქი მან თქო. I know. Okay, ანუ მე კი ვერ დავკერე ჩაოლობრივად. თან ანუ ხო ისეთ ვიძე იყვნენ, ანუ ეგეთ ვიძე რომ წამოსული ხო ტესტში. თან არ მევასება, ეგ ზავიძენიები, ჩემი გაქანება დიდად არ არის რა, მე უფრო ცეხი. იმიტომ რომ მან ჭორაობა და რაღაცა ესეთი. Можно? კი, აი სადღაც გვერდით სიჩუმეში თუ მიდე. ლეფტში ყველა ჭორავს. ლეფტში კი, ლეფტში უფრო არის, მაგრამ მაქეთ არ არის. მან ანუ ალბათ უნდა გევასებოდა სახა ტექნომუსიკა თუ არ გევასება. ხო, არ მევასება, sorry. Yeah, it's fine. It's fine. მეც დიდად უკვე აღარ. დაიდო ბრიჯერტონის ახალი სეზონი. არ მეყურებთ, ბევრი ამბობს რომ ძალიან ცუდია. Okay, why would they say that? იმიტომ რომ ერთი screenshot-ი ვნახე, თუ როგორი ცუდი განათებები იყო, ანუ აი თვითონ set design იყო ძალიან ცუდი. It's the same, honestly. No, I იქ ფოტო ახლა რომ მიდგას თვალწინ მართლა აი მე არ მინახავს. Lazy Town-ს უყურებდი? No. აი Stephanie რო იყო ვარდისფერით მაგრამ ქონდა და Spartacus-ი რო იყო. No. ბავშვა არ ქონდა, რას უყურებდი? Show me. Why me яснად ვარდისფერი პარიკი რო ეკეთა. და ანუ ეგრე რატომ იხსნი ეგეთ დედობას? რომ ვარდისფერი პარიკიანი გოგო ზოგ. აი Stephanie რო იყო ვარდისფერით მაგრამ ქონდა. რაღაცა weirdo კაცი, რომელიც ცეკვავს ხოლმე ამ ბავშვთან ერთად. ანუ მილიონაირად შეგვიძლია. ზუსტად ახლა დამჩა როგორი creepy არის ვაფშე ეს ხო? მაგრამ კარჩა აი აქ როგორც იყო ხო იცი აი green screen-ზე გადაღებული რაღაცა ზუსტად ეგრე იყო. No honey, it was not that bad. Honestly, it looked the same. Okay. ხო და ეხლა მე რას ვფიქრობ? ჩემი ვაფშე გაქნენახე. პირველ სეზონი. You, what is wrong with you? Bridgerton არის. არ უნდა მენახა ხო? არა, ფენომენალური ძალიან მიყვარს. No babe. I think we all know why. Why? იმიტომ რომ არის literally მარტო სიყვარულს, რომ კომიც არ არის, რომი არის უბრალოდ. სოლაიჩი. I'm მთლიანად მაგაზეა. კაროჩე მეოთხე სეზონი გამოვიდა ეხლა, as you guys know. და არის ჩვენ საყვარელზე, ჩემ საყვარელზე at least. Benedict შენი საყვარელია? არა, მეორე საქმე მგოგოს რა Eloise. Eloise არ არის, it's not about her. არა, input კუნას რა ქვია? Penelope. Penelope არის ჩემი საყვარელი. ეგ იყო წინა სეზონი მაგისი. მე მეკონა ეს სეზონი იყო. No honey. წინა სეზონი იყო მაგისი? Please keep up. Sorry. Penelope არის ჩვენი Gossip Girl. Exactly. Okay. ეს ეგ რაღაცები მაგნა. რაღაცები საძდა ხარ ბაზარი არა. მოკლედ, 4 სეზონი ხო არის და პლუს არის Queen Charlotte. ცალკე თემა უბრალოდ Bridgerton-ის თემატიკაში. ეგეც კაია, მაგრამ ჩემი ფავორიტი არის მეორე სეზონი, არის ფენომენალური, სადან Jonathan Bailey არის მთავარ როლში. მთავარ როლში რა მაგისი სეზონია და უკარგესი ქიმია და აი slow burn და რაღაც ინდოელი რო არის გოგოსთან, ეგოც მევასება. თან აი ეგ გოგო არის მაღალი რა, ანუ Jonathan Bailey არ არის მაღალი კაცი და იდეაში არ უნდა უხდებოდნენ ჩემ თვალში და რამე, მაგრამ აი ძალიან კაი tension კონდათ რა. და ანუ სერიალში დაბალი არის მაგაზე? I don't know, ანუ იცი როგორია, შეიძლება ქალი კაცი ერთ სიმაღლე იყვნენ, მაგრამ კაცი ყოველთვის უფრო დაბალი რა ჩანს ხო იცი? მე ხვდები. You know what I mean? ანუ იმენს ზუსტად ერთ ეგრე. ხო, რაღაც ეგრე იყვნენ და კაროჩე არ უნდა უხდებოდნენ, მაგრამ აი უკარგესი სეზონი იყო. პირველი სეზონი ისეთ პოინტში, მესამე სეზონი ისეთ პოინტში და ეხლავისი სეზონიცაა Benedict არის ჩემი საყვარელი ბიჭებს შორის, იმ პოინტში რომ არის ძალიან ისეთი Benedict Bridgerton. კი. Okay. ძალიან ისეთი ეკიდია ყველაფერი, ძალიან chill, ძალიან ისეთი საყვარელად მოლაპარაკე, caring. ხო ხტები? არა კარიერისტი, უფრო ისეთი ცხოვრება აი მე მგონია რომ ახლა ვფიქრობ უბრალოდ ვაკავშირებ ამ ყველაფერს მაგერაში რო ყოფილიყავი, ხო? უეჭველი ყველაფერი გეცოდინებოდა ამ Bridgerton-ებზე. როგორც პატარა რო იყავი და სხვა რაღაცებს რო იცოდი, ეგრე არ ვთქვი. დღემდე რამდენი random რაღაც ვიცი ხოლმე, random ადამიანებს. ანუ ხალხო უბრალოდ ვიღაცაზე ვკითხავ,
ისეთ ქრონოლოგიურ ისტორიას ჩამომირაკრაკებს მეთქი საიდან ძალიან ბევრ არასაჭირო ინფორმაციას ინახავს ჩემი ტვინი და იმენა იქაც ყველაფერი მეცადინებოდა. ეხლა აქ რა ხდება, ჩემი პრობლემა რა არის? Cast ნახე ახალი გოგო, ვინც ბენედიქტთან ერთად არის და ერთად იქნებიან. მოკლედ მე ეს diversity ძალიან მომწონს Bridgerton-ში, რომ აი Queen არის black, ეს გოგო არის ესეთი აზიური გარეგნობის, მაგრამ ანუ რაღაცა არ ხვდებიან ჰაბიტუსზე ეს ორნი ერთმანეთს შემიაზრეთ. ხო და ქიმია ჯერჯერობით ხა ძალამაზი ის არის პოსტერი, მაგრამ ქიმია ჯერჯერობით norm, but let's see you guys. მე ყველაზე დიდი იმედები მაქვს ელუიზის სეზონზე. ხო იცი რა ძალიან. ყველა მაგას ელოდება როგორც ვიცი. არა, მე ველოდები, იმიტომ რომ მე მიყვარს ყველაზე არავინ არ ელოდება სხვა, იმიტომ რომ გიждები მაგის characters ჰაბიტუსი არ გინდა დაგეთქვა მე არა ჯერ არა character ვიდა ანუ personality აქ ძალიან საინტერესო განსხვავებული და ძალიან მომწონს ჩემი აზრით ყველაზე განსხვავებული სეზონი იქნება პირველ სეზონში იყო ვიღაც სადღაც აი რესტორანში მომუშავე თუ სტამბაში მომუშავე ბიჭთან რა ხო და აი ისეთი კაი ხაზი იყო ხალხო ეგ როგორ გააჩერეს პროსტა რომ აი ესეთი წარმოსადეგი ოჯახის შვილი და ის ვიღაც ბიჭი იმიტომ ყოველთვის ხო შეტრიალებული არის როლები რომ ბიჭი არის წარმატებული და გოგო ღარიბი ისე როგორც ამ სეზონში და ძალიან კაი იქნებოდა იმას რომ გაყოლოდნენ მაგრამ არა რა თქმა უნდა გააჩერეს ეს გოგო ღარიბი არის ხო ეს არის მეი იმიტომ რომ ბეიბი ამისი ყოფილა სამხრეთ კორეაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი და პოლიტიკოსი former politician წერია Google-ში და ეს გოგორი ავსტრალიაში გაზრდილი თვითონ ისეთი nepo baby არის ხალხო აი კორეელები რო ავსტრალიაში ან ახალ ზელანდიაში რო სწავლობენ აი მანდ უნდა მიხვდე რომ they're on a different level სოჩი ხოდა I don't know but you better watch that shit იმიტომ რომ მაგაზე კარგად ელოის უყურებ და ამას ვარ და Penelope ხო გიხარ ყველაზე მეტად მიყვარს Penelope ხალხო აი ყველაზე და მაგის სეზონს რატო არ უყურე? მეზარება. და რას უყურებ? ანუ არ გეზარება რომ უყურო. რას უყურებ? კარგი კითხვა არის, იმიტომ რომ მაგაზე მქონია section. Okay. ჩემი medias I'm consuming right now. მეგობრებო და ასევე ეგრეთ წოდებული რჩევები თქვენთვის. ინდუსტრიის ახალი სეზონი. ეგ ვახსენე წინაზე თუ არა? აუცილებლად უნდა უყუროთ. არ დავკონკრეტები რატო, იმიტომ რომ არასაღდგომერებაში უყურე პირველ ორ სერიას ხალხო და ვინც არის ეს ინდუსტრია ისე ძალიან რთული სერიალი არის Succession-ის გაქანებისა Succession-ზე რთული არის დავამატეთ ბევრად იმენა უნდა უსმინო ყველაფერი არის ფილტრები ალბათ მე უბრალოდ business background-ი რომ მაქვს Succession-ი მარტო გასაგებია და აქ ინდუსტრიაში უფრო წმინდად ფინანსურ თემებზე ეხება აი trading-ში რაც ხდება რა და ანუ უფრო ჩემი თემა უფრო შენი თემა არის ბაზარი არა და მე მომიწია მგონი Bloomberg-სა და თუ ვიღაცას განხილვა პირველი სეზონის ინდუსტრიის და რო უყურე იცი რა გამარტიო ყურება ეს ტერმინოლოგია რო ვისწავლე. ანუ Bloomberg-ისგან დაჭერდა განხილვის დადება რომ ხალხს გაეგო და მაგრამ ამავდროულად შენ საშუალო სტატისტიკურზე ბევრი ჭკვიან ადამიანი. Thank you. I know. მაგრამ მინდა დავამატო რომ არის ძალიან ბევრი ინტრიგები, არის ძალიან ბევრი ღალატი, არის ძალიან ბევრი ეს sexual foreplays და mischievous რაღაცები არის ძალიან არაადემინურად ბევრი ინე Really? მართლა ყოველ მესამენა ბიჭზე, ანუ ყოველ კუთხეში ვიღაცა სიყრასავს მაგ სერიალში და მოკლედ ძალიან საინტერესო არის რა. და რაღაც კარგი სასიყვარულო ხაზი არის? არც ერთი არ არის კარგი. მაგრამ მომწონს ეგ, მიხვდე რომ ანუ happy endings ვერ ნახავ რა მაგ სერიალს. და მოგწონს. What is wrong with you? What is wrong with you? Happy end თუ არ არის ადმე, I don't want to watch that shit. თან ეს გოგო მთავარი პერსონაჟი ხო Harper არის შენი ანტიპოდი იმიტომ რომ she like thrives off of working ბოლო სერიაში იყო რომ ამბობდა რომ ანუ I do this because I fucking love it and I'm fucking good at it რაღაც ეგეთ რაღაცას ამბობს ანუ და რა ტრაუმა აქვს ცხოვრებაში ესეთი რომ ეგეთი გახდა გონი რაღაც ოჯახიდან მოდის მის ძმასთან იყო ძალიან დიდი ტრაუმები ოღონდ როგორი არ ვიცი იმიტომ რომ ვერ ანუ Reddit-ზე ვცდილობდი რომ მომეკითხა და არავინ არ ლაპარაკობს ამაზე ხო იმ დანამდე დავიწყე რომ Reddit-ზე შევედი ეს რომ მენახა მაგრამ არაფერი არ იყო მაგრამ მეორე სერიალი რომელიც მგონია რომ შენ მოგეწონება არის Ryan Murphy's Beauty Bella Hadid's cameo იღებდნენ პარიზში და მგონი რო დადო პოსტი სისხლები და რაღაცა Okay ეგეთი ის არ მიყვარს ტრანსფორმერობა ძალიან წაგავს სუბსტანციას Really? Yeah ანუ sci-fi არის? ხო, მო sci-fi არის და კიდე ვინ თამაშობს Megan Trainor. Okay. Megan Trainor ძალიან დასუსტებულა. ძალიან დასუსტებულა, პრესტე ცხვირი აქვს ეხა გასაკეთებან.
ხო, იმიტომ რომ არავინ არ ლაპარაკობს მაგაზე. შენ როგორც იბადები, ხარ ლამაზი, მინდა მოისმინო ვინც არ უნდა იყო, იმიტომ რომ სახე ყოველთვის მგონი ადამიანს აქვს ძალიან იშვიათი შემთხვევების გარდა, პროპორციული ცხვირი, პროპორციული სახე, ყველაფერი. ადამიანი რო ეხება მაგ რაღაცას, უნდა იყოს, პროფესიონალი ვინც ეხება ამ ყველაფერს, რომ იცოდეს, რომ გითხრას, რომ კაი, გაგისწორებ ცხვირს, მაგრამ ზომას არ დაგიპატარავებ, ან რაღაც ეგეთი რაღაც. არა, მე იცი რას ვამბობ, ძაა რო გახდა, ცხვირი არ იცვლება, სახე დაუპატარავდა და ცხვირი დარჩა იგივე, ხვდები? ო, და ცხვირი გიდიდება მე. და ტუჩები როცა პატარა აქვს, გონი ტუჩებიც პატარა აქვს მაგას. არის, და კიდე Amelia Gray თამაშობს. ანუ ყველა ესეთი random TikToker-ა ცნობილი ხალხი მოხიკეს და ჩასვეს. Fashion people, I guess. The Meghan Trainor არის. კიდე ვინ თამაშობს? მაქსიმ ღერის გამოიქნება ჩას. გახსოვს? I love that song honestly. ისე რანამოსით უნდა იმყაროს ახლა I'm all about that bass. რანამოსით უნდა იმყაროს ახლა. აღარ მყარის ამოიღო. რეპერტუარი და თვითონ Ryan Murphy-ს რაც ჩავამჩნიე, Ryan Murphy-მ ხო გადაიღო All is Fair. ძალიან დიდი აქცენტი აქვს უკვე მოდაზე რაღაც რა, ანუ როგორ აცვია ხალხს თავის სერიალში და მე ბოლოჯერ ვგიტყვი, რომ ზედმეტად stylized looks in სერიალებში ცოტათი turns me off რა. Really? არ მგონია რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს ეგეთი კარგი გემოვნება in fashion. მიხდი რას ვამბობ? ანუ ყველას უკვე რა კარგად ხო, ანუ ბუნებრივად არ ჭდება რა, ანუ და რაღაც მინდა დავამატო, ძალიან ხშირად ხდება Lisa Rinna, ვინც არიცით, ვაუ. Carpet Looks 2000-იანებიდან რა. როგორ დადიოდა carpet-ზე, ანუ პრემიერებზე. ხალხო, ადამიანივით ეცვა, ჯინსი და მაიკა. ან ჯინსი და რაღაც ბლუსკა. ძალიან 2000-იანების ქაქანება იყო low rise jeans და მაიკა. და ანუ მინიმალური და სათვალეები რაღაც ესეთი გადასული. ვაფშე, ანუ ხალხო, ჩემი ასე შეჭრდა ეს ტენდენცია, რომ carpet-ზე გამოვიდოდა as if it's like our last day on earth და ანუ გვაცვია რაღაც არაადამიანურად კარგი დასაცმელი. კი, მაგრამ აი ერთმანეთის შეხედვით და ანუ ჩვენ society ხო. ანუ შენ გონია უსწორდება ამ ხალხს რო მეც მგონია რომ არ უსწორდება. ანუ ჩვენ ვართ ძალიან judgmental და pressure აქვს ძალიან დიდი და აქედან გამომდინარე. 100% გეთანხმები. ანუ ჩვენი ბრალია ეს ყველაფერი. და სანამ while we are on the topic of extra outfits on the red carpet, ახლა უნდა ვუარყო და hypocrite გამოჩნდა, რადგან Chappell Roan's Grammys look სიგიჟემდე მომეწონა. მოგეწონა? სიგიჟემდე მომეწონა. No, honey, I didn't like that. იმიტომ რომ მე Chappell Roan არ მიყვარ შეიძლება ისეთი. Chappell Roan's მუსიკა მეც არ მევასება. მუსიკაში არ არის. და არც personal გასაგებია, ვიცი, და არც მე არ Okay. We got there, you guys, finally. ხალხო, ჯერეს ერთი მინდა ვაღიარო, რომ ძალიან ლამაზი მკერდია, ანუ ფორმა, როგორც მე ეს თვითონ კონცეფცია, რომ ეს ჩამოდის ეს ლამაზი. ძალიან თამამი იყო, მომწონს მე სითამამის ყოველთვის ვაფასებ ქალში და განსხვავებული იყო, ბაზარი არ არის. უბრალოდ აი Grammys, რა ვიცი, ანუ რაღაც სხვა რამე fashion week-ზე რა ყოფილიყო ეგეთ თამამი, ალბათ უფრო ისეთი იქნებოდა. ანუ it's not about მე მგონია რომ უკვე დაამტკიცა Chappell Roan-მა რომ she's a game changer in the industry. ახლა რატომ ამბობ მაგას? ვიღაც ფოტოგრაფს უყვირა დაინახე ეგეც? Grammys-ზე არა. ახლა. ეხლაც რაღაცა კლიპი შემხვდა, პრესტა მალე გადავედი რომ მეთქი ნერვები არ მომეშალა. არ მინახავს, მაგრამ Sabrina არის red carpet-ზე და you guys are oddly quiet this year. She whipped you in the shape. და მეთქი ზუსტად. Sabrina ძალიან საყვარელია, okay? Let's give her that. და სიტყვი Grammys-ზე თლიანობაში რა შეფასებას მისცემ? ჩერეს ერთი მეზიზღება Grammy this year, იმიტომ რომ ჩემასაყვარელმა Pink Panthers-მა არ მოიგო. მე დაყეფა და პოპულარული გახდა. I appreciate you. You look like $1 million. Now talk to me. This is your first Grammys. It was so cute. ისეთი საყვარელობა იყო. ძალიან საყვარელობა. ისეთი საყვარელობა იყო და ასე მგონია it's so relatable. ასე მგონია ძალიან ბევრი ადამიანი. ეგ new artist-ში იყო ნომინირებული. New artist-ში იყო ნომინირებული იყო best dance/electronic album. Okay. და მოიგო FK Twigs. FK Twigs მე ძალიან მიყვარს, უნიჭიერის ადამიანები, მაგრამ მქონია რომ fancy that უკეთესი ალბომი იყო ვიდეო ისაკშა. She's not big enough yet. ანუ მე მგონია არა. FK ბევრი პატარა არის ვიდრე Pink. კი. მიხედავთ იმისა რომ აი Robert Pattinson-თან ერთად Pink-ს უწინასწარ მეწყალებ Charlie-ს გზას. ანუ აი ხო ხდები ცოტა ისეთი რომ იყო წამნი Charlie თავიდან Charlie XX მაქვს. Charlie XX ბევრი უფრო წამნი იყო ვიდრე Pink Panthers. Pink Panthers ძალიან viral არის. No, she's not. ძალიან viral არის. საუნდი გაუვარდა მარტო. აი გააჩერე ნებისმიერი ადამიანი გარეთ არიციან ვინ არის Pink
Panther. არა, Spotify-ზე უნდა შევიდე, საჩავდე ვარ. TikTok-ზე. ბაზარი არ არის ჩვენი source of truth. კი, ჩაოლებრივად არის. Pink Panthers ყავს 25 მილიონი თვეში მსმენელი. If I almost სამყაროში არ ეკცოტა, არ ვიცი. მის ყველაზე პოპულარულ სიმღერას აქვს მილიარდი სტრიმი. ახლა Charlie XX-ზე შევიდეთ, ბარემ შევადაროთ. I'm sorry. Charlie-ს ყავს 30, მაგრამ სულ ყავდა 20. ხადაობ ერთი წამი. ანუ Charlie-ს 5 მილიონით მეტი ყავს ვიდრე Pink Panther-ს. Charlie-ს 30 You're not niche baby. ჩაწერე Marina mand. და უყურეთ. დაგვენძრა. ვინარი niche? 11. Oh, it's a lot actually. It is a lot. ველოდებოდი უფრო ცოტას. Oh my god. ლელა წერტომიან ჩატ. FKA Twix უსმენს რამდენი? 3.4 მილიონი. ანუ იში. როგორ არის FKA Twix? ვეჩი არ ვიცი. რობერტ პატისონის შეყვარებულიც იყო ულამაზე უნიჭიერესი გოგო არის, მაგრამ ძალიან სასოციალო ამოტროლად. ანუ unintentionally სასოციალო. იცი ვინ მომეწონა ძალიან Olivia Dean ეგრე ქვია ხო? ანუ ეგ გოგო ძალიან ხდება ყურში სიმღერებიც მესმის, მაგრამ არასდროს დავინტერესებული ვარ ვინ არის, რა ვიძია, რა წარმოადგენს ასე შემდეგ. ხო იმღერა ახლა Grammy-ზე. ანუ იმენა სუფთა ჰაერივით დაფარფატებდა სცენაზე. ანუ აი ოქროსფერი აურას დიოდა. სუნთქვა გამიადულა რომ უყურებდი, ძალიან მომეწონა, ძალიან კაი გოგოა. და ნუ მოიგო კიდევაც. მამე იმსახურებდა ბაზარი არ არის, მაგრამ Grammy-ს რო იგებ, აი ესე ძალიან დასაწყის ეტაპზე შენი კარიერის, ეს შენი აზრით უფრო მამოტივირებელია თუ პირიქით. I don't know. What would I prefer, honestly? რაღაც TikTok-ში შემხვდა, სადაც ამბობდნენ და აჩვენებდნენ ყველა ადამიანს, ვინც გაიმარჯვა New Artist of the Year. რამოდენიმე ვაფშე არ ვიცით. მაგრამ აი ერთი ხუთი კაცი არის, ვინც ვაფშე არ ვიცი. ძირითადად ხო, ძირითადად. Alicia Keys, Christina Aguilera. იგივე TikTok-ში შეხვდა. ორივე რო დასაწყისში იყო და მე ორი ადამიანი იყო, მე რაცა იმენ არ ვიცოდი და მე რა თქვი, okay, I'm logging off. ძალიან მიყარი ხარ. ხო, короче, არ ვიცი, Olivia Dean. Maroon 5 დაჟე იმენა. ხო და მაგრამ აი სანდარიან Maroon 5 ახლა. Honey. Cheating on his wife and what else, I don't know. ჩემი აზრით, მე რო ვიყო მუსიკოსი, არ მინდა მომებოდა რომ ეგრევე Grammy მოვიგო, იმიტომ რომ Grammy არის the biggest thing you can get in that industry. იმენა ოსკარი არის მუსიკოსებისთვის. ხო და ეგ რომ მომცე თავიდან, ანუ მე რა მომიდება რა მეორე Grammy-ც მქონდეს? არა, ბეი, It's a great motivation but not good enough. ხო, მაგრამ ანუ რა ეს იგივეა რომ აი ოლიმპიური ჩემპიონი ხდები პირველივე წელს. როცა გადიხარ. ეგ არის ყველაზე დიდი რაღაც, რაც ყველა ათლეტს უნდა. ხო, ყველა ათლეტს უნდა, მაგრამ აი ანა შერბაკოვამ რომ მოიგო ფიგურულ სრიალში, მე ვაფშე დაანება თავი ფიგურულ სრიალს. მეც დავანებებდი თავს. ხო და არა, მე მინდა რომ ბოლომდე გაყვნენ და ჩვენც გვასიამოვნონ, თვითონაც ისიამოვნონ, ამიტომ Grammy არ უნდა გადაეცა. ანუ ეს ამიტომ Grammy არავის არ უნდა. აი ვაფშე არავის და ის ბიჭი ხო იცი, TikTok-ერი რო იყო, Ordinary-ვის სიმღერაც არის. ანუ ძალიან საყვარელი Alex Warren-ი ქვია მე მგონი. არ ვიცოდი რომ სხვადასხვა Hype House-ში იყო. Hype House-ში ეგ და Edison Bay და ორივე Grammy-ზე გაიჩითა ჩაოლებრივად, ორივე performance-ით. ორივე ძალიან ცუდი იყო. Okay, shut the fuck up. First of all, ხალხო ვინც არიცით ეს ბიჭი, იმღერა ძალიან ცნობილი სიმღერაა და ძალიან მომწონს ხალხს. ვიცი, ეგ სიმღერა. შენც იცი და ისეთი არის ამერიკელები რო გიждდებიან მაგ გაქანების სიმღერა, მაგრამ მეც ძალიან მომწონს და ვუსმენ თითქმის ყოველ დღე და გამოვიდა და ყურში ხო ესმით ეს სიმღერა მოკლედ 800 In-ear monitor-ი აქვს. ხო და აცდენილი იყო რეალურ მუსიკას. Короче, აცდა და ვერ დაასვა მუსიკას თავისი ხმა და ანუ მისი ბრალი არაფერი იყო. ცუდად გამოვიდა მეთქი მიტოვ თქვი, მაგრამ მისი ბრალი არაფერი იყო. და ძალიან შემეცოდა, აი თავს ჩამოვიკიდებდი იმ მომენტში. წარმოგიდგენთ ხალხო Grammy-ზე გამოსვლა, თან როცა აი პირველად ხარ ამხელა pressure არის და როცა არავინ არ ხარ და გაიჩიტები ხო ხდები რა. და გამოდიხარ და თან ხვდები რომ you're messing that up. და ვერაფერს ვერ აკეთებ, მე ჩაოლებრივად ტირილს დავიწყებდი. მოიხსნა, მაგრამ მაინც ვერ ბოლოში კი დასვა ხმა მუსიკაზე. თან ისე რთული არის, მაგრამ როცა იხსნი და ისევ გაიკეთა. არა, გაკეთებაზეც კი არ არის, ანუ როდესაც მაგის გარეშე მღერი ხარ, იცი როგორ რთულია? იმიტომ რომ დიდ აუდიტორიაზე როცა მღერი ხარ, echo
არასწორად გესმის რა და შეიძლება იმენათან არასწორად. და სავარაუდოდ რაღაც ear guys ყურის კაც როგორ ეძახდა იაფაროა ყურს. თავის გადაცემაში ყველაფერზე ეძახდა ყური. მაგრამ მაგას ჭირდებოდა რომ რაღაცა ეკარნახა პროდიუსერს. ეგ სხვა რაღაც არის. მუსიკოს ძალიან სხვა რაღაც ხო არის. ანუ მუსიკოს ბრალი არის იყო ამ ბიჭის. ერთულად აქვს. ერთი მხარეში ესმის ერთი რაღაც მარტო მეორე მხარეში ესმის ნოტები თუ რაღაც დამავწა ვიღაც მიხსნიდა, მაგრამ ანუ როგორ არის ის რომ ერთი მხარე გიმღერის მარტო სწორ pitch-ს რა უნდა იმღერო, რომ ყოველთვის სწორ ნოტაზე დასვა. მეორე მხარე ან თლიან სიმღერას რა. ხო. კარგ ძალიან complicated რაღაც არის და თურმე ძალიან საჭირო არის მუსიკოსებისთვის. ძალიან შემიძლია. მithumეტად დიდარინაზე როცა გამოდის. ანუ შენ რა სიძამდი? მე კი ვამბობ რომ ესეთ კრიტიკულ ლოლა იანგსაც იგივე დაემართა მგონი, ასე რომ ეშა ყველა მაგიტო ჩალიჩა. მაგის ვიდეო არ მინახავს. რო ტიროდა მე. ვიღაცა was messing that up. იმიტომ რომ ვიღაცა თავის საქმეს კარგად ვერ აკეთებდა. ანუ but I don't think anybody got fired. I Beyonce რა ყოფილიყო somebody would get fired. ანუ Alex Warren-ზე არა, მაგრამ Alex Warren-ი ვერ გაუშვებდა, მაგრამ შეიძლება ვიღაც არ ხო. მაგრამ რა მინდა ვთქვა? შენ რა სიზამდი მაინტერესებს ეგეთ კრიტიკულ სიტუაციაში. მე აი მართლა ტერელს ავიწყებდი, მთელი ცხოვრება რო რაღაც გინდა და ხვდები რომ ანუ იმენა დანძრაული. ორი წინა ეპიზოდში მაგას არავდი რა კრიტიკულ სიტუაციაში ძალიან ის ვარო. That's what I was talking about. იმიტომ რომ მაგას ვამბობ რომ ძალიან კარგი ვარ, მაგრამ აი ზუსტად ჩემ ოცნებას რო ეთამაშება, ხვდები აი ყველაზე დიდი რაღაცა არაც შეიძლება მუსიკოს დაემართოს და აი მაგ მომენტში რო იქხდება, მართლა თავს ჩამოვიკიდებდი აი იმ თოქზე ბოლოს რო აიყვანა. ხო. და ძალიან დრამატული დასასრული იქნებოდა ჩემი ცხოვრება. მე გავატარავდი რაღაც აი lip sync bitch. ძალიან და მარტო ბექების ხმარო ის. და რა შეიძლება ჩემ სიყვარულ Addison Rae-ს, რომელიც ძალიან მიყვარს, მინდა ვთქვა, რომ მართლა არ მომეწონა ვოკალი. და არავინ არ თქოს, რომ აი იცი როგორ რთულია, რომ იცეკვა და იმღერო ერთდროულად, იმიტომ რომ შეგიძლია გაჩერდეს. ვიცი როგორ რთულია და გადახედათ K-pop-ში ხალხი როგორ მღერის, როდესაც ეკვავს ერთდროულად. ეგენი 12 წელი საკონცენტრაციო ბანაკში იყო და ეგ შეძლონა. არ გაგგვიდებენ, ნახე სარბენ ბილიკსაც განადა თან მღერიან. ეგრე ვარჯიშობენ. No. მაგრამ თვითონ პერფორმანსის ნაწილი რაც არის, ეგ იყო საოცრება. ერთადერთი რაც რომ მომწონა იყო მისი ხმარა. ძალიან უკანკალებდა. ეს მომღერალში რატომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ალბათ გრემიზე, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი არის, მაგრამ მე არ მინდა დავივიწყოთ როგორ მნიშვნელოვანი მომღერალში artistry. კი, არის. აი ეს და აქვს თავისი ნიშა ნაპოვნი. აი J-Lo არის მაგის სალსახა მაგალითი. ანუ იმიტომ რომ კაი ვოკალი არა აქვს მაგას, ეგ არის პერფორმერი ძალიან კაი. და Cat's Eyes მიუხედავად იმისა, რომ Cat's Eyes ცნობილი არის, რომ ძალიან კარგი გამოსვლები აქვს. ეხაც ვერ გამოვიდნენ, კარგი. წინაზე ცხა ვერ გამოვიდნენ, რაღაც შეეშალათ სადღაც. არ ვიცი, არ მინახავს. შენ ამბობდი? ხო. 3 იყვნენ 6-ის ნაცვლად თუ რაღაც დაჯილდოებაზე. ვიღაც ცუდად გახდა. ერთ-ერთი იყო ცუდად, ხო? ხო. მაგრამ ეგ შეშლა არ იყო, ანუ ეგ ცეკვას აკეთებდა всё რა. ოკეი. მაგრამ ანუ ჰაერში ტრიალებენ და რავი შპაგატს ჰაერში აკეთებენ და რაღაც ანუ გიჟები არიან, просто voice. I think that's quite important. ანუ ხალხო როგორ ჟღერა და მაგაკ. და მაგიტო დედოფალი Olivia Dean დადგა, მიხვდეთ იმის რომ მართლა არ მომწონს მისი მუსიკა რა. ანუ ვაღი არ მომობ რომ ცუდი არის უბრალოდ აი არ ავდგები და არ მოусმენ რა. რაღაც ისეთი არის უფრო millennial. არა? I don't know. ანუ მე არ ვაფანატებ. და ძალიან გამეცინე რომ single mom music არის და ძალიან მე could be. ეგ და იცი რომელი სიმღერა? Race რო არის. Where the hell's my husband? ეგ ანუ აი ეს ობსესია დაასრულეთ ამ სიმღერის იმენა ატანა აღარ მაგ ჯერ ვინც კი დაინიშნა ხო აი იმენა ისტორიულად ეგ მუსიკაა და სხვა მე ერთი პერიოდი ხსებოდა აფრიკის რომელიღაც ქვეყანაში იყო ვიღაც ედიტორი ძალიან გაჩითული რა მგონი ამ wedding-ების და ანუ კარჩა ერთი ტიპი ის რუსასა იმას რა ქვია budgets და შენელებლად ტრიალებს და შიგნით ფოტოები არის რა და მე ის გოგო იჭერს editing skills და მარტო აფრიკელები აკეთებდნენ მგონი მაგ ყველაზე მეტად მიყვარს მაქსიმ ღარაზე აი ძალიან ექსტრა რაღაცას რო აკეთებს ხალხი და არ უტყდებათ ყველაზე მეტად მიყვარს ხალხი კი აბსოლუტურად ხალხები რას ამბობ კი აბსოლუტურად კეთახმობა ასევე აზიელები აი სხვა level-ზე რო გადაყავთ Photoshop-ი გიჟდები ჩინელები განსაკუთრებით მგონი ჩინელებს აქვთ ეგ ობსესია so good მინდა რომ ჩინელმა დამაედითოს იმიტომ რომ ვიქნები ალბათ 10 shaded lighter შეზე იმენა ბევრი სამუშაო იქნება ჩემს ძალიან რთული იქნება skin tone make it brighter ისა ძალიან მეშინია ხო ის ექსაპრემბი რო იყიდება რომ გითეთრებს კანს
ანუ просто რა ესთეტიკას აქ ჩვენ მე იმენა როგორ გამოვჩნდა უფრო ყვითელი ერთი სული მაგრამ აქ ხალხი ფილტრებთ სოლარიუმში აღუნდი დაზაგრული ჩანდეს და იქითკენ ანუ როგორი განსხვავებულია ეგ რას ამტკიცებს რა grass is greener on the other side ყოველთვის ის გვინდა რაც არ გვაქვს oh my god the wisdom of the day you guys კრემის აპონა ანუ შენთვის რა არის აი მე ოდნავ ობსესია მაქვს მე მგონი ქერა ხალხზე მე მაქვს ობსესია ხალხზე ვისით მას დამორჩილებადი არა ნუ ნახეთ ხალხო ხო ხედავთ აი გადავიწოთ გვერდზე თმა დაბრუნდა უკან ანუ ძალიან კაი არა უკან ნახე რა სამ ანუ უკან ბრუნდება ანუ ძალიან ის არის აი სტატიკური ხო ეგ არის ყველაზე კაი იმიტომ რომ ქარი რო დაუბერავს არ გიტრიალდება ესე ქარი რო უბერავს მაინც იწევა მაგრამ იწევა awkwardly რა არა ძალიან კაი მაგაზე წოწონს არ ვადასტურებ არანაირად არის არის მეგობრებო როგორც ხოთ no bald spots volume ხალხო вообще არსად არ აქვს დაცვენილი თმები სქელი ჯაგარა perfect ხე თუ არა რომ იყავდა Trevor Noah's Grammys და ახსენა რომ Nicki Minaj ჩვენთან ერთად არ არისო და რაღაც დაცინა რომ ალბათ ისაო რაღაც whatever კარჩე ტრამთან ერთად არის და ლაპარაკობს რაღაცებზე და უკანა ჩანს Chrissy Teigen ის უფრო დიდი ტრეკია ხო Chrissy Teigen უკან ჩანს რომ ეუბნება goodbye to bye და Twitter-ზე და coming out Nicki Minaj-მა ხო და coming out-ა Trevor Noah ყველა მისის რომ გეი ხარო და შეყვარებული ყავს უბრალოდ არავინ არ ამბობს Nicki Minaj-მა დაწერა თვითონ და მე Chrissy Teigen-ზე დაწერა რომ ამბობენ რომ ანუ she's a transgender და ანუ she had a dick okay she took it too far as she always does მაგრამ Chrissy Teigen არ მელესება რატო she's too kind too nice ამ გოგოსთან ხო ვერ მოიგებ ვერასდროს ან Chapel Roan ხარ და ძალიან ბოროტი ხარ ანუ რაღაც ძალიან კეთილი ხარ შუა ხაზი უნდა აირჩიო ძალიან სწორად როგორც Kim K იმენად ანუ ხოხტები რას ამბობ აი Chrissy Teigen და ძალიან და Nicki რატო აკეთებ მაგას პრესტა პაკა რაღაცა აი ხოხტები მაგაზიანებს და ყველაში მეგობარი რო არის მთელ Hollywood-ში I cannot stand those kind of people ერთ-ერთი ალბათ ერთადერთი ფრაზა რა ძალიან ჩამორჩა Taylor-სგან არის რომ a friend to all is a friend to none და მაგის მჯერა 100%-ით არ არსებობს ადამიანი ვისაც ყველა სამეგობრობს და ანუ okay friend to none შეიძლება მთლად ეგრეთ არა მაგრამ friend to all არ არის ეგეთი კარგი როგორც ყველას გონია ხო 100% და Chrissy Teigen is one of them I don't like her და მგონი არის John Legend არის მსხვერპლე არ ვიცი Chrissy Teigen უბრალოდ ეგეთი Save him Nicki Save him Chrissy Teigen ხო ძალიან პოპულარული არის ვერ ხვდები რატო არის პოპულარული აი ზუსტად ეგეც როგორი weird არის რომ არაფერს არ აკეთებს გოგო იმის გარდა რომ არის John Legend-ის ცოლი რომელიც არც ისეთი ძალიან ცნობილი მე მგონი რომ მაგაზე პოპულარულია ხო ანუ არც ისეთი ძალიან ცნობილი მომღერალი არ არის ახლა უნდა გადავიდეთ ცოტათი ცუდი ნიუსებზე. Oh my god. Catherine O'Hara გარდაიცვალა, რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა. ანუ ერთი წამი ბაზარი არ არის story დადე, რომ ვიღაცა გარდაიცვალა. It's not something you do normally. აი, იმიტომ რომ სიგიჟემდე მიყვარდა. მე დადე და მე თქვი ერთი ვინ არის ეს ქალი, იმიტომ რომ უცებ ვერ გავიხსენე. მე შემხვდა სხვა ფოტოებიც და მივხვდი. მე მეთქი დავითი რატოდავს, ანუ მარტო სახლშის გარდა სადმე გინახავს? მარტო სახლში არ მევასებ ეგრე ძალიან. მე და ყველას ისევ ერთი რეკომენდაცია დარჩევა თქვენ Schitt's Creek არის სიტკომი, კანადური სიტკომი. სადაც თამაშობს Eugene Levy, ესეც ძალიან ცნობილი კომიკოსი. და მისი შვილი Dan Levy, რომელმაც შექმნა საერთოდ სიტკომი და არის ოჯახზე, რომელიც იყო ძალიან არანორმალურად მდიდრები, ანუ მილიარდელები და ყველაფერი დაკარგეს. და გადადიან კანადის რაღაც random ქალაქში, რომელიც ერთადერთი რაღაც არის ანდერში დარჩათ, რომელსაც ქვია Schitt's Creek. და არის აუ, მომწონს რაღაც. ისი რა კარგი. სიტკომია? კი. და ისეთი რატო არასდროს არ გამიგია? ისეთი სენსაციური და Catherine O'Hara Schitt's Creek. okay. Sorry. Catherine O'Hara თამაშობს Dennis, ანუ David, ქვია მან დედას. არის 15 წლის კი, ძალიან კარგი არის. ძალიან ბევრი ის აქვს მოპოვებული ჯილდო. Okay, I'm going to start watching that. და თამაშობს ამ დიდარ დედის როლს, რომელიც არის ძალიან snobbish, ლაპარაკობს და ცნობილი არის, რომ იყენებს რაღაც ძალიან რთულ სიტყვებს, ინგლისურს, აცვია რაღაც sულ wigs და რაღაც ძალიან თან ისეთი ანუ Gucci და რაღაც კი არაცვია. დედაშვილს აი მაშინდელი ლოროპიანა არა მე მომბაი Yamamoto ან რაღაც ეგეთი აი ხო იცი უფრო შავი არა მაშინდელი იმპანჩი რომ ამ ბოლო დროს გახდა ლოროპიანა რაღაც თორე იქამდე ჭამნი იყო yeah ამიტომ უყურეთ და ძალიან ანუ მართლა უყურებ ანუ მოკლე სერიებია it matters
Okay. და ძალიან კარგი არის, აი რაღაცა კანადაში ხო ცხოვრება ცოტა იდეალური არის და ეგრე არის დახატული ყველაფერი. და ამ დეივიდ და მაქედან გიყავს ეს ქალი? Okay, Rosie არის მაგათი გვარი. David Rose არის შვილი და კიდევ ერთი შვილი არის Alexis Rose. ისე გავს. მე მგავს? Okay, ძალიან გავს. ტიპაჟო რა? Okay. ისტორიებით თაც მგონია რომ აი ძალიან დიდარი ყოფილიყო, ალბათ ჩვენც ეგეთი ისტორიები გექნებოდა. You did what? I'm kidding. I clearly would never bribe anybody with sex. When were you in Thailand? I told you that I was on spring break. Everyone can just calm down because Arun was a lovely gentleman. Like, I once dated this sultan's nephew who was forbidden to talk to me or even to look at me, and we made it work for like half a regime change. So, You what? I know. And try getting into Kiss Kiss in Tokyo without a lock of human hair. How did you get so good at this? You learn pretty quickly when you're in a Ugandan diamond smuggler's villa playing for your friend's freedom. Right. I don't think you can run in those. Tell that to me at 21 escaping the Yakuza. You could drive through, except everybody has a gun. When were you in Johannesburg? It's this long, boring story involving a yacht and a famous soccer player and like a ton of mushrooms. ჩემი ციტამამე. რეფლექსებიდან გამომდინარე საერთოდ არანაირი არაფერი გრძნობა არ მაქვს ხოლმე შიშის და ასე შემდეგ. ეგ ვიცით და დავასკვნე. You know. აუ ძალიან მაგარი იქნებოდა. აი მე რო ეგეთი მდიდარი ვიყავ. Wow. როგორი original experience მექნებოდა არ მაგიდგენიათ ხოლოდ მე. ვუყურებ შენ თავს პიცა არ კვირდა მე. მადლობა. და ანუ ამიტომ თან მე დავგუგლე და 71 წლის თუ რაღაც გარდაიცვალა. ანუ ახალგაზრდა იყო. რა მოვიდა რას ამბობ? May I ask you? ჯერჯერობით მგონი რაც წავიკითხე არ არის ცნობილი მიზეზიო. მაგრამ probably natural causes. Huh? Oh. I'm the rest in peace. I love you, Catherine O'Hara. You were amazing. Grammy-ზე კიდე რა იყო ესეთი აღსანიშნავი საბრინა კარპენტერის რეაქცია Bad Bunny-ზე ნახე? არა. ენას რა ისვამს ტოჩაბზავით. Sexy man. ნახე. ეგ როგორ არ ახსენე რომ შენმა უსაყვარლესმა მომღერალმა აიღო album of the year? Album of the year და პირველი fully Spanish album-ი არის რომელმაც ეგ მოიგო. Wow, არ მოსპენელი. არც ერთი მომღერალი ყველაფერში გაქვს. The fuck? ანუ ხალხი ვენებს იჭერს ჩაოლებროთ Bad Bunny-s კონცერტზე რა დავიდნენ. შენ რო გაჩუქობილეთ გაგიხარდება? ეგრე რო გაჩუქებ შენ და ვიცი რომ ძალიან გაგიხარდა. ყოველ დღე რომ მოვდივარ, ფიქრობ იმაზე, რომ მიდიხარ პრიმავერაზე გზაში და მარინას მოусმენ და მართლა მეტირება. მარინა მეც მევასება და სიხარულით მოვხდა. ხო და ანუ Bad Bunny-ს რა ვქნა ვერ გავიქე. და ძალიან მინდა. წამოდი. I know, მაგრამ ანუ ივნისის დასაწყისში ბარსელონაში რა, აი რატო? რატო? იცი რა კარგი ამინდები არის? ხო, მაგრამ ანუ სხვა კი არის, მაგრამ ისეთი კაი არ არის ხვის პონჩი წახვიდე. კითხე ჩვენ მეგობარს და გეტყვის რომ იდეალური ამინდები არის ბარსელონაში. არა, ამინდი ყოველ პონჩი კაი იქნება, ეხა ციმზეა. მაგრამ სხვა ბარსელონაში არ უნდა ჩახვიდე სხვაში ჩემი აზრით. მაგრამ ეხა თან იცი რა მოხიზიანებს? ბრაზდები ჩემ თავზე რომ შე რო იყიდე მაგ დროს არ ვიყიდე, იმიტომ რომ ეხა რო გაძვირებულია ბილეთები. თან ძალიან გაძვირებულია. ხო, ანუ აი ხო თან მე ზედმეტის გადახდა რო არ მიყვარს რაღაცეებში. ეხა ნანა რო მაგ დროს არ ვიყიდე. რამდენჯერ ვთხარი ხალხო, პროსტა მეილი ჩაწერეთ მეთქი to sign up რო ეგ ლინკი მოგივიდეს თქო. ეგეც არ გააკეთე. I know, my fault. Whatever. მაგრამ ზვირია ვაღიაროთ, ისედაც ანუ იაფიანი პირველი რაც არის ეგეც ის არის. მე უბრალოდ აი Pink Panthers რო ყოფილიყო, ალბათ არ გადავიხდი მაგდაც. ეგეც რო არის დამავიწყდა ვაფშე. ეგეც Edison Rates რო არის ეგეც დაგავიწყდა ალბათ. Okay, I don't care about her that much. Doja Cat რო არის ეგეც დაგავიწყდა. Doja Cat კაია. Doja Cat-ის live performance-ები აი Winnie's live performance-ები როგორ უნდა ჩაატაროს Doja fucking Cat. Anyways. Okay, I'm so jealous. ცოტათი ბოლო 13 დაგრუზული ვარ. მართლა სერიოზულად დაგრუზული ვარ, არ ვღატავ ხო. Some roller coaster კვირა გაქვს, იმიტომ რომ ბაზარი არა ეწამი ხო. Epstein-ის ფაილებს ვკითხულობ ძალიან ინტენსიურად. ხო, ინტენსივობაზე ორ სიტყვას ვიტყვი. ბიჭი TikTok-ზე, Instagram-ზე ამწრიალა, ყველაფერს მიყრის. რაღაც აი საბუთები რო არის და გაყვითლებული რო არის რაღაც ნაწილები. მეთქი დავით, I'm not reading that shit. არც მირეაქტებს ხალხო, ისეთი ამაზრზენი ვიდეო ჩაუყდე. თავიდან პრესტა ვუკულებდი, რომ მეთქი კაი რაღაც ჩამიგდა და დაუკულებ. მერე გადავედი, რომ დავით არ ვკითხულობ. ეხა უბრალოდ ვსინავ, მალე დავბლოკავ.
მალე ჩატიდან გამაგდებენ, მაგრამ ისეთი ამაზრზენი ვიდეო ჩავაგდე და მე მეგი რენდომად იწყებს ვაფშე სხვა რაღაცას ლაპარაკს, ეგრევე თან, ანუ მეთქი მეგი ნახე რა ჩაგიგდა. Can we have a discussion about that? იმიტომ იყო ამაზრზენი. რა იყო გამიხსნია. ანუ ეს პოდკასტი არ არის იმის სიძე. ინტერვიუ რა იყო? ვიდეო იყო. Okay, talk about it. ანუ ჯერ დაიწყე ძალიან. გთხოვ ჩემო თანამშრომელმა მთხოვა რომ ამაზე ილაპარაკეთო, იმიტომ რომ აზია რა ხდებოდა და მინდა ვიცოდა. მეც I'm not aware, so could you please? Okay, ვინ არის Jeffrey Epstein-ი? Jeffrey Epstein-ი იყო ხალხო ლოგიკურად ალბათ ლუზერი. არავინ, მართლა როგორც ვიცი college dropout არის, მაგრამ ასწავლიდა out of all the fucking places ასწავლიდა ხალხო საბავშვო სკოლა. ანუ პირველი 4 კლასი K-12 მაკედან აიღო ეს ჰობები ხდები. მისი დირექტორი ვინც იყო იმ სკოლაში, თურმე ქონდა დაწერილი წიგნი, რომელიც იყო child enslavement-ზე და რაღაც ეგეთ ამაზრზენ თემებზე. მოკლედ მე რატომღაც გაიჩითა ჩერეს ვიქტორია სეკრეტის owner-თან გადაიკვეთა. რომელმაც ძალიან ბევრი ფული მისცა რა, კაროჩე, Epstein-ზე ძალიან ბევრი ცნობილი გავლენიანი ტიპი გააცნო რა. და Epstein ეს არ ვიცი სწორია თუ არა, მაგრამ როგორც ვიცი Epstein-თან თანამშრომლობით მოხდა Pinky როგორც ბრენდის ჩამოყალიბება, რომელიც ლოგიკურად ხო college kids-ზე იყო გათვლილი, მაგრამ ბავშვებზე არის გათვლილი, რომ ეს ან pop კულტურაში განორმალიზირდესო, რომ ეს runway conspiracy მხარეს გადასულიყო. მე შენ ახლა ვამბობ ხალხო tip of the fucking iceberg, რაც მე მანდ წავიკითხე, ვისაც გაინტერესებთ, არის J როგორც Jeffrey mail.world არის შექმნილი ვიღაცა უნიჭიერს ადამიანმა შექმნა როგორც ან ჩათვალე იგივე ინტერფეისი აქვს როგორც Gmail-ს, ოღონდ ყველა Jeffrey-ის იმეილი არის სწორად დალაგებული, შეგვიძლია გახსნა chain-ები წაიკითხო. ანუ მაგ ადამიანის мотиваცია რა არის? მაგ ადამიანის мотиваცია რა ალბათ რომ ანუ ფარდა ახადოს, მადლობა რა იცოდეთ. ფარდა ახადოს ამ ამაზრზენ საზოგადოებას. Wow, for free you guys. For free. He's better than us. ერთი სული მაქვს მართლა, როდის დაიჯება ყველა. ანუ რასაც აკეთებდა მე როგორც ვიცი არის რომ ძალადობდა ქალებზე რაღაც minor არასრულწლოვან ხალხზე. Okay, that was it, right? რაღაც ტრიპები ქონდა და იქ თუ რა პონტი იყო. ახლა ემატება მაგას კიდე ერთი რაღაც. Research-ები იმეილის აი ძალიან ევასებოდა კაროჩე Jeffrey Epstein-ს მეცნიერებთან საუბარი და ძალიან ბევრი მეცნიერს Stephen Hawking-საც პატიჟებდა და ფოტო არის. Jewish კაკანება არის. აი მან ჩანს მისი ებრაელი. Stephen Hawking-ის ფოტო არის, ხალხო Stephen Hawking ხო იცი ვინ არის? როგასე ტიპის ის თავის იმაში აგრეგატში და გვერდზე ასე გოგოები რო არის კოქტეილებით. კისტები. მოკლედ ეს სასაცილო არის, sorry. ვაგზალებთ. კაროჩე, ხო და ამ ერთ-ერთ მიმოწერაში ლაპარაკობს ერთ ტიპთან, სადაც განიხილავენ იმ თეორიას, რომ ბავშვებში განსაკუთრებით 7 წლამდე ბავშვებში, როდესაც ეს ბავშვი არის დატერორიზირებული, ძალიან შეშინებული და აი დატრაუმირებული, აი როგორ შიში არის საუბარი, რომ აი რო კუდები რო გგონია რომ შიში გაქვს რა, მიხვდე, გამოყოფს ორგანიზმში სპეციალურ ქიმიკატს, რომელსაც ქვია ადრე რაღაცა. Doesn't matter honestly. ხო, whatever. უეჭველი თუ რო დაგლოთ მიხვდებით რა. ბევრი ამბობს scientifically რომ ეს არის hoax და ანუ მოგონილი თემა არის, რომ ეს ანუ ეს მარტო 7 წლამდე ბავშვებში გამოიყოფა? ხო, ბავშვებში განსაკუთრებით რა. და მე რომ მიიღო იმ ადამიანის გაახალგაზრდავებს. ხატავ. That is super weird. ანუ დავბლიფო ბევრ რამეს, მაგრამ ანუ კანიბალიზმზე ძალიან ბევრი რამე არის დაწერილი, მაგ იმაში რა ქვია, ფაილებში ძალიან ბევრი რამე აკავშირებს რა. ანუ ასევე ისიც მინდა გაითვალისწინოთ, რომ ძალიან ბევრი რამე არის redacted, ანუ გაშავებული და ვერ ვკითხულობთ რა, იმიტომ რომ ვისიცავენ, ეგეც კიდე საკითხავია. ასევე გავრცელდა ვიდეო თურქი გოგოსი, რომელიც ბავშვის, რომელიც ბღავის I'm just a kid-ო და ვიღაცა რო რაღაცას უკეთებს, აღონ ზუსტად არ ჩანს ვიდეოში რას უკეთებს. თურქულად ამბობს? მე ამბობს რომ რაღაცას თურქულად, იმიტომ რომ თურქეთში იყო გავრცელებული ეს ვიდეო ძალიან რა, როგორც თქვა ეს ამ ტიპმაო, რომელიც მინდა ვთქვა მაგის სახელი, იმიტომ რომ ყლე არის. Allegedly ამბობენ რომ John Podesta, ვინც იყო former White House chief of staff. Oh. That's a big name. That is a big name. და ამბობს რომ what's my name? და ისე უნება Johnny, არა what's my other name? Skippy-ო თუ რაღაც და მე ეგრევე დევს სტატიასაც თვითონ აღიარებს ეს John Podesta, რომ ჩემი alter ego მაქვს Skippy-ო რაღაც სტატიაში. ანუ ზუსტად არ ჩანს, იმიტომ ვიდეოში არაფერი არ ჩანს ხალხო რომ იცოდეთ, უბრალოდ ისმის ეს ხმები რა და ანუ კაროჩე. ერთ წამი მინდა გავერკვე ზუსტად რომელ იმაში იყო. Obama-ს დროს იყო chief of staff.
ობამას დროს? ანუ მე მინდა რომ ერთი რამე გაითვალისწინოთ მეგობრებო, გინდ დემოკრატი იყოს, გინდ რეპუბლიკენ. ჩვენთან ხო ძალიან მარტივად ვუყურებთ ამ ყველაფერს, თუ დემოკრატია არის. ნუ უმეტესწილად ახლა ისე ამბობ რა. რა კარგი, ანუ no babe, they're all the same shit. I know. მე მაგის ისედაც ვშერა და მის განსაკუთრებით ამ ყველაფრის მერე შეიძლება ძალიან conspiracy theory-ში გადავარდე და ძალიან დამგრუზა ამ ყველაფერმა, მაგრამ ანუ მართლა ამაზე რძენი იყო ყველაფერი. მარტო იმაზე რომ დამთავრებული იყო ყველაფერი, რომ უბრალოდ ქალების და სულწოვანი ქალების გაუპატიურება რომ იყო ეგ უკვე დასაჯელი არის, მაგრამ ამას რა ემატება minors, ამას რა ემატება კიდე კანიბალიზმი. What did he do for a living? That is my question. იყო financial advisor. როცა სინამდვილეში იყო ანუ მოგონილი ინფორმაცია ქონდა და მისი მთავარი იყო, რომ იყო entertainer რა. ანუ იყო ნათქვამი რომ აი გაგიკეთებენ მასაჟს 4 ხელში. გაგიკეთებენ რაღაც ეგეთი სერვისებიც ქონდათ რა. ანუ არ იყო მარტო sex, მაგრამ usually would always end up like that, რა. ასევე ეს გავლენიანი ხალხი მიდიოდა ამას ცენტრი ქონდა რაღაც, სადაც მაგ ცენტრი ქვია island-ი, babe. კუნძული. ბაზარი არა ბრიტანეთის სამეფო ენდრიუს თემაც ეგ არის, ხო? არა, მხოლოდ მან ასევე ქონდა სახლი ნიუ-იორკში, სადაც შედიოდნენ და მანდაც ხდებოდა რაღაცები. ძალიან ბევრი state ქონდა, ანუ ეგ არ აკლდა რა, ანუ მაგათთვის მნიშვნელობა არ ქონდა არც კანონს, არც იმას რა ქვია. არაფერს რა. ასევე რუსეთს რაც შეეხება, რუსეთი ძალიან ხშირად არის ნახსენები, ნაომი კემბელ არის ძალიან ხშირად ნახსენები და მისი ქმარი, მაშინდელი რუსი ქმარი. ოლიგარქი ქმარი ყავდა რა. ნაომი კემბელს ყავდა ოლიგარქი ქმარი, ძალიან დიდ არის, და მგონი ერთადერთი ადამიანები არის, რომელიც ზაჰადიდმა რომ სახლი აუშენა. აი, მგონი რუბლოვკაზე თუ სადღაც რა. Are you kidding? ხო, მან ცხოვრობდა, რუსეთში ცხოვრობდა, მოსკოვში ცხოვრობდა ნაომი კემბელი. Even I missed a chapter. და ამბობდნენ რომ she would recruit people to go. Yeah. No. Yeah. ხადა. ეს ყველაფერი all are alleged. აი და კახა ბენდუქიძის რაღაცას მანამდე მივალ. Oh my god, okay. მაგრამ მინდა რომ ყველა აი, ერთად კიდე იყო რომ რუსეთში ეს მოსკოვში კაზანი ეგონი ძალიან რენდომ ქალაქი არის რა და ეგეთ ადგილებში ჩაფრინდებოდნენ და ასე სამოდელო სააგენტოებს როცა სინამდვილეში არც ერთი გოგო მანდ არ იყო მოდელი უბრალოდ ყველა იყო prostitute. ანუ რუს გოგოებზე ქონდა ჩაჭერა. არა მხოლოდ, მაგრამ ხო, ნუ ახლა და რა შეეხება მთელი კვირა, კაროჩე, ასე თუ ისე ვიმედოვნებ და ვამაყობ, რომ მეთქი აი როგორ მიხარი რომ საქართველოს და ის არ არის მეთქი ნახსენებით ხო ქართველი არავინ თქო, obviously ახლა ეგეთი deep research არ გამიკეთებია და შეეთი ფილისი და საქართველოს არც დამიგუგლოს, იმიტომ რომ მეთქი ალბათ რო ყოფილიყო, მეთქი ვიღაცა უკვე ილაპარაკებდა თქო რა და ეგრევე შემხვდა TikTok-ი, სადაც ნახსენებია კახა ბენდუქიძე, მაგრამ რა კონტექსტში? კონტექსტი იყო ძალიან გაუგებარი რა. მგონი საუბარი იყო საქართველოს მოქალაქეობას opportunity თან ეგ ზუსტად ის პერიოდი არის, როდესაც შეიძლება და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება ძალიან მარტივად, როცა ინვესტიციას ჩავდებდი საქართველოში რა. და ალბათ მაგაზე იყო საუბარი. უნდა ანუ თან როგორ იყო პირდაპირ კომუნიკაცია არ იყო Epstein-თან. ვიღაცამ ჩერეს უთხრა რომ ეს და ეს ტიპი ხდებაო, ამ ტიპსო რა, თბილისიდან ჩამოდისო და ნიუ-იორკში არის ეგეთი სასტუმრო, Gramercy House თუ არ ვცდები, მან შეხვდებიან ერთმანეთსო რა. და ამან თქვა ხوارგინა წამოსვლაო რა. თან subject რა იყო იმელის, იცი Georgian guy. ანუ ისეთი არაფერი არ არის shady. ჯერჯერ ნუ არ ვიცი, ხა მანდრაზე. ანუ ვერ წარმომიდგენია კახა ბენდუქიძე ეგეთ რამეებში, so I trust him, okay? მე არავის. მე ვესწრებოდა ყოველთვის. და იმედი არ მაქვს. მე ძალიან მევსებოდა ეს გადაცემა რო იყო ბიზნეს ძალიან იყო მაგას რო ვუყურებდი უკვე ჭკვიანი მეკონა თავი I don't remember but I know what you're talking about. მაგრამ ყიდულობდნენ 20 თეთრად და 1 ლარად რო ყიდნენ. ძალიან კაი იყო. რაღაცა და სახლს რო აშენებდნენ ხო? დავალება რო იყო სახლი უნდა აშენებდნენ ძალიან პატარა ვიყავ მგონი მაგას. მართლა ძალიან პატარა ვიყავით. We're so young. Change. Fuck you. მოკლედ ხო და აი ამ თემებმა ძალიან და როდის დამთავრდება, ანუ რაც თავი მახსოვს, მაგ საქმის განხილვა მიდის სულ მე მგონი. ახლა გავცდილე მე ძალიან conspiracy theory-ში ვარ გადავარდნილი, მაგრამ ამბობენ რომ Jeffrey Epstein არის მკვდარიო და გადაცვალეს. ეგ მეც ვნახე და აი მაგის ქაინა მჯერა, იმიტომ რომ hello, იმიტომ რომ რაღაც ვიძე იყო და რამ მოკლავდა ჩაქცეულ ესეთ ბოროტ ადამიანს, ეგენი ძალიან გვიან მკვდარია. ვიძე იყო რას ნიშნავს, თავი მოიკლო. ანუ ოფიციალური ინფორმაციით არა, ოფიციალური ინფორმაციით თავი მოიკლო. მაშინ უეჭველი საცხალია. Are you fucking kidding me? მაგრამ რა ვიცი, მე კომენტარებში წერდნენ რომ ბიოპსიაც იდო და მისმა ძმამაც identification გაუკეთა. თავი მოიკლო, რადგან საქმის ძიება დაიწყო და აი ეს
ტრავმა არ უნდა და რომ აიღო თავის თავზე ციხეში ჩაჯდა მის თუ what was the reason მაგან ციხეში იჯდა დაჟა მაგრამ მე კი babe კი ციხეში მოკვდა ციხეში მოკვდა მე მითხარი რატომ აძიებინება ყველაფერი ხოდა ეგ არის ყველაზე საინტერესო ციხეში მოკვდა თავი და ყველაზე საინტერესო ასევე ის არის რომ მაგ დროს კამერა არ მუშაობდა ხადაო არა არ ჩანს როგორ იკლავს თავს თან მეშინია სახში ვერტაო Jeffrey Epstein მოგძებს უკან babe და წარმოგიდგენია რამდენი ეგეთი ადამიანია დღეს წარმოგიდგენია ხო ეს ახლა ვიცი ხო ანუ ეგ იქნება ერთი ალბათ 100 მამე ძალიან დიდი ვადა მაგრამ ძალიან დებილი ხარ Gmail-ზე რო ლაპარაკობ ამ ყველაფერზე ანუ აი ძალიან დებილი ხარ სოჩი რამდენი გოგო იყო იცი ვინც წერდა რომ აი Jeffrey აი როგორ წერდა იცი ანუ როგორ აი ღმერთს რა აი ახლა ჩავედი დუბაიში რაღაცა თან ისე კი არა რომ they're hookers and shit no corporate jobs და ყველაფერი აქვს რა და აი ასე მოვეწყე კი რთული არის ვიდრე ლონდონში blah 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 ანუ თავის ცხოვრებას უზიარებდნენ რეპორტებს უგზავნიდნენ აი როგორი манипуляტორი ტიპი იქნება და იმენა წარმომიდგენია ბაზარი არ არის wow so sad you guys მადლობა დავითრე დაგვაწია როგორ გაგრძელდება მოვლენები აუცილებლად დაგვააპდეითებთ ხო Well, I think that was it, you guys. რამე გაქვს კიდე სათქმელი? იყო რაღაცა, მაგრამ უკვე აღარაფერი ეგეთი მნიშვნელოვანი. Stay safe, y'all. გვიყვარხართ ძალიან. See you next week, you guys.